წელი, ხო არის სამარცხინო და არის ვის? ხოდა. კიდევ გაასაჩივრეს იმ 2 წელიც არ უნდა რომ ზარიყო იმაში რა. აი ესეთი ხელისუფლება გვაქვს. და აი დღეს ახლა თქვენ რომ მომძანდით სულ აი ესე თუ არ დავდექით ერთად, არავის შვილი და არავის სიცოცხლე დაცული არ არის. ყველამ ვიცით როგორი ხელისუფლება გვაქვს. დაგჭა რა, საზოგადოება უნდა დავდგეთ ერთად, უნდა ავიღოთ ჩვენი წიდი პასუხისმგებლობა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, ქვეყანა, შვილები, შვილიშვილები. უსკრუში ვართ ხალხო. და დამიკვირს რომ აი ზოგიერთები ტელევიზორებთან რო ხედავ და იქიდან ადევნებენ თვალს რა ხდება ქვეყანაში. ყველობას ხალხაზულობა არა. არ შეიძლება რომ შევარჩინოთ ჩვენ შევძელით თქვენი დახმარებით და ბევრი მეგობრის დახმარებით, საზოგადოების დახმარებით რომ მართლა შევაჩერეთ. მართლა შევჩერდა ქუჩაში დახრეტები. მაგრამ გადაიტანეს ციხეში. რას უშვებიან პატიმრებს? რას უშვებიან გარეთ ხალხო? ერთი რამე დაგჭა საშველი რომ თუ დავდგებით საზოგადოება 10%-ით რომ დავდგეთ ერთად 10% დამთავრებულია ყველაფერი. და ეს ყველი ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ. პოლიტიკოსებსაც უნდა ვთხოვოთ, ზოგს უნდა დავავალოთ, უნდა ვაიძრულოთ, რომ როგორმე დაждენ და ერთად გადავწყვიტონ ქვეყნის მომავალი, ქვეყნის ბედი. არ შეიძლება რა ეს გამოვა ერთი გააკეთებს მეორე, აკეთებს საზოგადოება მესამე და ჩვენ უნდა ავიღოთ ეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. მე კომენტარებით მაგაში რომ შემოვნოდა თუ ჩვენ არ გავხდით აქტიურები, მივიღებთ მიშაურს. იგივე ნაცნობრობას მივიღებთ და ჩვენ თუ ახლა გავაქტიურდებით და დავდგებით ერთად, მომავალი ხელისუფლებაც იქნება კონტროლებადი და ვეღარ გაბედავს იმას რომ შვილებს ვიყვითავდნენ ქუჩაში და თან დაგძინიან. აი სანდროზე როგორი დასკვნა ჩამოვიდა ევროპიდან პირდაპირ მნიშვნელობით, აი კულტურულად, იურიდიულად პირდაპირ დედააგინეს ხო, მაგრამ უსიძისოდ გამოვიდნენ და გავიმარჯვეთო ესო ჩვენო ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა მართლმსაჯულებაო რა საქართველოს. ხო, ვერ ხედავ თუ რაო რაღაცა ჯარიმა დაგვაკისრებს. ამ დროს შევკვეთები, კვლელები სულ ყველა არიან ხელისუფლებაში. ჩვენ გვმართავთ კვლელების ბრიგადები. დადიან და აკაჩაღებენ, რას მე მაგალითად ჩემი შვილის კვლელობას უცხელწონო და ფიცხალავა ხო? აი 5 ფაქტი ვიცი, რომ ნახდათ 5 კვლელობა აქვს ჩადენილი. და აი აქვე, აი ვერაზე რამდენი კაცი დააკაჩაღა რომ შენებარე ობიექტი წაართვა. აი მიშა ფარველობს და ვანო ამაცა. დიდი მადლობა ხალხო მომწანებისთვის და მე მგონი ყველა გავიგეთ ერთადერთი საშუალია თუ დავდგებით საზოგადოება ერთად თუ ვისწავლით ჩვენი უფლებების დაცვას გადავარჩენთ ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, ქვეყანას და მომავალს. მადლობთ ყურადღებისთვის.